კონკურსი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელიც მერვედ გამოცხადდა, წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას პროფესიული განათლების განვითარებასა და ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მეც ამ თემის შესახებ ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინა მარგიშვილი და 1000 წლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე შემოგვიერთდნენ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დილამშვიდობის. ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია და რა თქმა უნდა ზოგადად პროფესიული განათლების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის და მერვედ ტარდება უკვე და რა თქმა უნდა ალბათ ამ მიმართულების პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ემსახურება სწორედ ეს ჯილდო. წელს რით იქნება გამორჩეული, ანუ იქნება ისევ ის 4 კატეგორია, რაშიც დაჯილდოვდებიან თუ რამე სიახლე გვაქვს წელს ამ ჯილდოსთან დაკავშირებით. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, როგორც აღნიშნეთ, 2017 წელს დავაფუძნეთ. მიზანი გახდათ ის, რომ იმ პერიოდში პროფესიული განათლება არ იყო პოპულარული და არ იყო ალტერნატივა, როგორც ასე ვთქვათ, პროფესიის დაუფლების უმაღლესი განათლების მიმართებით. შესაბამისად, რადგანაც სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ პროფესიული განათლება არის პრიორიტეტი და გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის განვითარების ისტორიას თუ შევხედავთ, პროფესიული განათლება, სადაც კარგად არის განვითარებული და ჩამოყალიბებული, იქ ეკონომიკური წინსვლა არის. გადავწყვიტეთ, რომ ხელი შეგვეწყო პოპულარიზებისთვის პროფესიული განათლების. ჩვენი ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და მათ შორის პროფესიული განათლების განვითარებისთვის. არაერთი ინვესტიცია ჩავდეთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისთვის, არსებული პროგრამების გაუმჯობესებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე ადამიანურ კაპიტალში და გვინდოდა, რომ იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში მიზანი იყო, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციები წარმოგვეჩინა და გვეჩვენებინა თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს პროფესიული განათლება ქვეყნის განვითარებისთვის და განსაკუთრებით აქცენტი გვინდოდა გაგვეკეთებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე. ანუ გვეჩვენებინა, რომ კერძო სექტორის და ინდუსტრიის ჩართულობით შეიძლება ქვეყანაში მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება, მივიღოთ ისეთი სპეციალისტები უნარებით და ცოდნით, რომელიც გამოადგება ბიზნეს განვითარებისთვის და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობდა ხელს. რაც ეხება, ასე ვთქვათ, სიახლეებს, ყოველ წელს ახალ პარტნიორს ვამატებთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორების რიცხვი უკვე არის საკმაოდ შთამბეჭდავი. სპონსორი თავარი გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი გახლავთ და წელს გვაქვს ჯილდოები, რომელიც დააწესა საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ, ისრაელის საელჩომ საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ. თავად კონკურსს ახორციელებს 1000 წლეულის ფონდი და 4 ძირითადი კატეგორია გვაქვს. ეს არის წლის პროგრამა, წლის მასწავლებელი, წლის სტუდენტი და წლის ბიზნეს პარტნიორი. ეს არის რაც მუდმივად არის ეს ტრადიციულად უკვე წლები. აი ახსენეთ სწორედ ის თუ რა მოთხოვნა აქვს ასე ვთქვათ ბიზნეს სექტორს. ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა უმაღლესი განათლება უნიშნელოვანესია და ძალიან კარგი რომ ყველა მინისტრების უმაღლესი განათლებისთვის, თუმცა რეალურად აი სწორედ კადრების და აი ასე ვთქვათ დეფიციტი აღინიშნება, რასაც აი ბიზნესიც ითხოვს, რომ ვთქვათ კონკრეტული მიმართულებებით აკლიათ სპეციალისტები. ყოველწლიურად ტარდება ხო რამდენთაც ვიცი ეს გამოკითხვა და უკვე ამის შესაბამისად ხდება ხოლმე ამ მიმართულებების შერჩევა. აი წლევანდელმა გამოკითხვამ რა აჩვენა და ყველაზე დიდი მოთხოვნა რა მიმართულებით არის ბიზნესის მხრიდან ჯერ და მე უკვე ვისაუბროთ თუ აქეთ მხრიდან არის თუ არა მოთხოვნა თავად მოსწავლეების მხრიდან. კეთილი. დიახ, მოგეხსენებათ, რომ უნარების სააგენტო ყოველწლიურად ატარებს შრომის ბაზრის კვლევას, წელსაც ჩავატარეთ ტრადიციულად. ნამდვილად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თუმცა მარტო საქართველოს არ აწუხებს ეს პრობლემა, ეს თუ დაგვამშვიდებს და ის რომ დეფიციტი არის რიგ დარგებში, დღესაც კი საკადრო დეფიციტი და ყველაზე მეტად შეიძლება გამოვყოთ ვთქვათ მომსახურების სფერო, სტუმარმასპინძლობის სფერო, სამშენებლო მიმართულება, ჯანდაცვის მიმართულება, რომლებშიც საგრძნობი დეფიციტია, ასე ვთქვათ, კადრების.
თუმცა აქტიურად ხდება ამ პრობლემაზე მუშაობა არაერთი უწყების მიერ, რა თქმა უნდა და აი თუ შეიძლება რომ გადავიდე მნიშვნელობას მიუახლოვდები პროფესიული უნარების სააგენტო არის მუდმივი პარტნიორი აღნიშნული კონკურსის და ღონისძიების და სწორედ იმიტომ რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად კერძო სექტორს შევუწყოთ ხელი პროფესიულ განათლებაში შემოვიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სწრაფად ეფექტურად გადავამზადოთ შესაბამისი კვალიფიციური კადრი, წელს ესეთი ჯილდო, რომელიც ერგება საუკეთესო მომზადება გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის განახორციელებას პროგრამისთვის. და აი აქვე მოკლედ ვიტყვი მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს რას ნიშნავს ეს მომზადება გადამზადების პროგრამა ჩვენ დეფიციტზე საუბრობთ და იმდენად სწრაფად ვითარდება ბიზნესები დღეს რომ აღარ აქვთ დრო ბიზნესებს იმისთვის რომ ელოდონ წლობით ახალ კადრს და კვალიფიციურ კადრს შესაბამისად ძალიან სწრაფად უნდა უპასუხოთ ამ გამოწვევას პროფესიული განათლება არის სწორედ ის გზა რომელიც ყველაზე ადვილად ადაპტირდება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ყველაზე სწრაფი გზა არის, რა თქმა უნდა, რომ მოამზადო ან გადაამზადო კადრები. აღნიშნული მომზადების და გადამზადების პროგრამა არის მოკლევადიანი პროგრამები, რომელიც შეიძლება 2 თვეს გასტანს, 6 თვეს გასტანს, გააჩნია რა მიმართულების და რა სპეციფიკის პროგრამა არის, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორს, რომ მოამზადოს უფრო ვიწრო სპეციალობის მიმართულების კადრები ძალიან მოკლე დროში. და სააგენტოს აქვს სახელმწიფო აფინანსებს მსგავს პროფესიულ მომზადება-გადამზადების პროგრამებს. სააგენტოს აქვს ესეთი სერვისი, რომ ნებისმიერ იურიდიულ პირს აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი იყოს ჩართული და არის კიდევაც მოგმართოს ჩვენ გავუწევთ კონსულტირებას პროგრამის შემუშავებაში, უფლების მოპოვებაში, ისინი შემოდიან ფორმალურ განათლებაში და შემდგომ უკვე შეუძლიათ მოგმართონ დაფინანსებას. ანუ კითხვა გამიჩნდა, რა თქმა უნდა, კარგია რომ მოკლე დროში მოხდეს, მაგრამ რამდენად ხარისხიანად ხდება აი ამ მოკლე დროში ეს გადამზადება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ. აი სწორედ იმიტომ ქვია მომზადება ან გადამზადების პროგრამა. ეს გულისხმობს იმას, რომ უკვე არსებულ პროფესიონალებს შეიძლება დამატებით რაღაცა უნარის განვითარება სჭირდებოდეთ, ან კონკრეტულ დარგში რაღაცა ახალი ტექნოლოგია შემოვიდა, რაშიც გადამზადება სჭირდებათ ამ ადამიანებს, ან რომ განივითარონ არსებულმა ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებმა თავიანთი უნარები. ხოლო მომზადება, რა თქმა უნდა, იქ ისეთი პროგრამები არის შერჩეული, რომელიც ადეკვატური არის, რომ მოკლე დროში ჩაეტიოს და რაღაცა ძალიან ვიწრო სპეციალობაზე ორიენტირდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრულფასოვანი კვალიფიკაცია და ვერც იქნება და შესაბამისად ხარისხზე არ მოქმედებს იმდენად, რამდენადაც ეს არის კონკრეტულ პატარა უნარებზე და სპეციალობებზე ორიენტირებული პროგრამები. თუმცა ახლა სანამ ისე დაჯილდოებაზე გადავალთ, მანამდე ხა რადგან ახსენეთ ეს მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანია და ის რომ ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული და ამას არაერთი პროგრამა ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრეთ, თუნდაც ის რომ მაგალითად სკოლებში ვისაუბრეთ კიდევაც ამაზე, რომ შემუშავდეს ინტეგრირებული განათლების მეთოდი, ხო, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თან მიიღოს, ასე ვთქვათ, ზოგადი განათლება და ამის პარალელურად, აი რასაც თქვენ ამბობთ, სწორედ არ დაიკარგოს დრო და მალევე მოხდეს გადამზადება და ვთქვათ, იმის მიუხედავად, რომ მას აქვს საშუალება თუ გადაიფიქროს მომავალში მიიღოს უმაღლესი განათლება, შეუძლია ასევე მიიღოს პროფესიული განათლებაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტიურად სკოლის დამთავრებისთანავე უკვე შეიძლება ეს მზა კადრები, ასე ვთქვათ, არსებობდეს, ვთქვათ, თუნდაც ამ პროექტის თვალსაზრისით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს თუ არ ვთქვი ერთი თვის წინ ჩატარდა ხომ ეს კვირეული, რომელიც ჩამოვიდა 17 ქვეყნის მონაწილეები სწორედ ამ პროგრამის, ანუ საერთოდ გაუზიარეს ჩვენს ქართულ სკოლებს განათლების შესახებ მიაწოდეს თავისი მოსაზრებები. საინტერესოა ისინი როგორ ხედავენ, ანუ დღეს საქართველოს რა ეტაპზეა და რა აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ აი ეს ძირითადი გამოწვევები გადალახოს ჩვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით. იცით რა არის? რეალურად ეს არის საერთო პრობლემა, როგორც ვთქვი, ყველა ქვეყნის
შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილება და ინტერნაციონალიზაცია ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად მსგავს შეხვედრებზე და სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც სააგენტოც წევრი არის, ხდება ხოლმე მსჯელობა ზუსტად აი ამ ერთი და იგივე გამოწვევის გადაჭრის გზებზე. და გზები, რა თქმა უნდა, ყველგან ერთნაირია ფაქტ თითქმის ძიებაში არის კიდევ სხვა ქვეყნები, რომ ხომ არ შეიძლება რაღაცა სიახლე იქნას შეტანილი ამ პროცესში, მაგრამ გადაჭრის გზა არის ერთი, აქ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კერძო სექტორის მონაწილეობა და ჩართულობა. ის რომ განმანათლების განმახორციელებლები იყვნენ ახლოს, პარტნიორობდნენ კერძო სექტორთან, რათა თვალი მიადევნონ ბაზრის მოთხოვნებს, შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და სწორედ ამ მოთხოვნებზე მისადაგებული პროგრამები შევთავაზოთ მოსახლეობას. მაგდა, ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ უკვე მერვე წელია ხორციელდება ეს პროგრამა, ეს კონკურსი, პრინციპში ძალიან საკმაოდ, ცოტა დრო ნამდვილად არ არის 8 წელი იმისთვის, რომ რაღაცა შედეგებზე ვისაუბროთ, ხო? რამდენად გაიზარდა 8 წლის განმავლობაში, რამდენად ამაღლდა ცნობადობა ამ მიმართულებით და რა შეიცვალა? პოპულარიზება პროფესიული განათლების ქვეყანაში ნამდვილად 2017 წლიდან დღემდე ნამდვილად გვაქვს ამის კარგი მაგალითები. ერთ-ერთი ის არის, რომ მომატებულია მიმართვიანობა, ანუ რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ირჩევს პროფესიულ განათლებას, არის გაზრდილი. მხოლოდ, რა თქმა უნდა, ჯილდოს დამსახურება ეს არ არის, ძალიან ბევრი კარგი ღონისძიება ტარდება პროფესიული განათლების სექტორში, რომელიც ხელს უწყობს პოპულარობის გაზრდას პროფესიული განათლების. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ ის, რომ უკვე ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ პროფესიული განათლება არის, ასე ვთქვათ, ღირსეული და სწრაფი დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია წავიდეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაეუფლოს ახალ პროფესიას ან ახალ უნარს, განვითაროს, ასე ვთქვათ, პროფესიულად განვითარდეს და დასაქმდეს ან უფრო კარგად, ან აიმაღლოს, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია და შესაბამისად ეს უკვე საზოგადოებამ კარგად გააცნობიერა. აქ, რა თქმა უნდა, მასმედიას ძალიან დიდი როლი აქვს და მადლობა, რომ უთმობთ თემას ამ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან საკითხს. თავად კონკურსს და ჯილდოს რაც ეხება, თუ შევადარებთ, ასე ვთქვათ, დასაწყის ამ ჯილდოს ისტორიას, ვნახავთ, რომ გაზრდილია ხარისხი აპლიკაციების, რომელიც შემოდის. უკვე ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს პროფესიულ განათლებაში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო დონეზე არის ძალიან თვალსაჩინო და კარგი მაგალითები, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პროფესიულ განათლებაში. როგორი შეიძლება იყოს წარმატებული სტუდენტი, რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი პროფესიული განათლების, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა, როგორ უნდა ჩაერთოს ბიზნესი იმისთვის, რომ მიიღოს თავადაც სარგებელი, ანუ მიიღოს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი პროფესიული განათლების, ასე ვთქვათ, სექტორიდან და ასევე როგორია წარმატებული პროგრამა პროფესიული განათლებით. ეს მაგალითები, რაც დაგვიგროვდა, არის ძალიან წამახალისებელი, რადგანაც ყველას გვჭირდება ვიცოდეთ რა არის ოქროს სტანდარტი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენს პროფესიაში, ჩვენს დარგში და შესაბამისად ნამდვილად ჯილდომ ხელი შეუწყო პროფესიული განათლების პოპულარიზებას ჩვენს ქვეყანაში. ჯილდო ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, როდესაც შევქმენით, ეს იყო ავსტრალიელი, გერმანელი, შვეიცარიელი ექსპერტების მიერ შემუშავებული პროექტი და შესაბამისად მსგავსი ჯილდოები სხვა ქვეყნებშიც იმართება და ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით მსგავს პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასაკი არ არის ამ თვალსაზრისით შეზღუდული, იმიტომ რომ სწორედ პროფესიული განათლება გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ასაკში თუ შენ გადაწყვეტე განვითარება და გინდა დასაქმება, ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. საინტერესოა თქვა და საუბრობდით, რომ ხარისხი გაიზარდა, მაგრამ რამდენად გაიზარდა მოთხოვნა თვითონ ადამიანების მხრიდან. და თქვათ იგივე ბიზნესის ჩართულობის თვალსაზრისითაც რამდენად გაიზარდა მათი ჩართულობა.
რაოდენობა რა თქმა უნდა გაზრდილია და ყოველ წელს იზრდება დაახლოებით 25%-ით, რაც კარგი ვთქვათ შედეგია. ბიზნესის ჩართულობა ბუნებრივია, უკვე ბიზნესმა დაინახა, რომ არა მხოლოდ ფინანსური ინვესტიციების ჩადებით, არამედ პროფესიულ საგამართლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიძლება რომ მიიღონ სწორედ ის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიცირებული, ასე ვთქვათ, კადრი, უფრო სპეციალისტი ვიტყოდი, რომელიც თავად დამსაქმებელს და ბიზნესს დაეხმარება განვითარებაში. თქვენ ასევე იკითხეთ და აღნიშნეთ, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, დიახ, რა თქმა უნდა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია დავეუფლოთ ახალ პროფესიას, შეზღუდვა არ არსებობს ამ მხრივ და ყოლია ძალიან ბევრი კარგი, ასე ვთქვათ, ნომინანტი ჩართული პროფესიული განათლების ჯილდოში, 65 წლის ადამიანი შარშან, რომელიც სტუდენტის კატეგორიაში გაიმარჯვა და ეს არის კარგი მაგალითი იმისა და წამახალისებელი სხვებისთვისაც, რომ ნებისმიერ ასაკში შეგვიძლია დავეუფლოთ ახალ პროფესიას და ეს არასდროს არ არის გვიანი. ნამდვილად, სანამ კიდევ ვისაუბრებთ იმაზე, თუ აი ჯილდო შემდეგ როგორ გრძელდება ხოლმე მათი ცხოვრება, მოდით თავიდან ვინც აპირებს ამ კონკურსში მონაწილეობას, მათთვის კიდევ ერთხელ რომ ის წესები, პირობები ან როგორ მოემზადონ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ იმისთვის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, ამის შესახებაც რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ. დაინტერესებულ პირებს, როგორც იურიდიულს, ასევე ფიზიკურ პირებს, შეუძლიათ 22 სექტემბრამდე 1000 წრეულის ფონდის ვებგვერდზე ჩამოტვირთონ, ასე ვთქვათ, ფორმები, თითოეულ კატეგორიაში თითო აპლიკაცია, რომელსაც ავსებენ, აგზავნიან 1000 წრეულის ფონდში და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც შედგება დარგის სპეციალისტებისგან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან და მასმედიის წარმომადგენლებისგან, უკვე ჟიური შეაფასებს პირველ ეტაპზე აპლიკაციებს, პროექტებს, ანუ რამდენიმე ეტაპიანია შეფასების სისტემა, ხო? მეორე ეტაპზე ხდება გასაუბრება, პრეზენტაციის საშუალება აქვთ კონკურსანტებს და ბოლო ეტაპზე უკვე ფინალისტების შერჩევა ხდება და ფინალისტებისგან ვირჩევთ გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიებში. კატეგორიების მიხედვით, რა თქმა უნდა, კრიტერიუმები განსხვავებულია და ეს ყველაფერი არის ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული. მოკლედ რომ ვთქვათ, აი პროფესიული საგამართლებლო დაწესებულებამ უნდა აჩვენოს ინოვაციური მიდგომები რა დანერგა, დამსაქმებლებთან როგორ წარმატებით თანამშრომლობს, კურსდამთავრებულების დასაქმებას რამდენად უწყობს ხელს, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის რამდენად, ვთქვათ, გენდერული თანასწორობა არის დაცული, ქალები და მამაკაცებისთვის ერთნაირად არის წარმოდგენილი და შესაძლებლობები აქვს ორივეს, რომ ჩაერთოს პროფესიულ განათლების პროგრამებში. სტუდენტის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს, სტუდენტს თავად შეუძლია წარმოადგინოს თავისი კანდიდატურა და ასევე დაწესებულებას შეუძლია პროფესიული განათლების კოლეჯს წარმოადგინოს რამდენი სტუდენტით სურს იმდენი და ანომინიროს და აქ უკვე სტუდენტმა უნდა ამ ნომინაციაში კრიტერიუმი გახლავთ ის, რომ რამდენად კარგად დაეუფლა როგორც რბილ უნარებს, ასევე ტექნიკურ უნარებს, დასაქმდა თუ არა, რამდენად ასე ვთქვათ, პოპულარიზებას უწევს იმ პროგრამას, სადაც სწავლობდა სტუდენტი, მასწავლებლის კატეგორიაში გასაგებია, რომ რამდენად ხარისხიანად დასწავლის. აი ფოტო უკაცრავად გაგაწყვეტინებ, ფოტოს ხედავ ერთ-ერთი გამარჯვებული მასწავლებლის და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მასწავლებლები ჩაერთონ პროფესიული განათლების კუთხით მასწავლებლები, რადგან მათი გადამზადების პროგრამებიც არსებობს, ხო, რამდენადაც მე ვიცი, მათ აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ მიიღონ გამოცდილება და შემდეგ ეს გამოცდილება გამოიყენონ უკვე საქართველოში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამ მიმართულებითაც არის დაწესებული ეს ჯილდო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნეს პარტნიორზე მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ვთქვათ, ეს არის კერძო სექტორი, კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს და რომელმაც ან ასე ვთქვათ, ინვესტიცია ჩადო პროფესიულ საგამართლებლო დაწესებულებაში, ან
თანამშრომლობს და გარდა ამისა თავის თანამშრომლებს უწყობს ხელს რომ დაეუფლონ ახალ პროფესიებს ან განვითარდნენ და ასე ვთქვათ პროფესიული განვითარების სხვადასხვა კურსებში მიიღონ მონაწილეობა. ძალიან საინტერესოა ეს პარლამენტის მიერ დაწესებული სპეციალური კატეგორია. წელსაც არის ხომ ეს კატეგორია ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. აი, თუ შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, აი ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით რა ხდება და როგორ ვითარდება ეს მიმართულება. პირველ რიგში მინდა რომ დავამატო დასულთა განათლებასთან მიმართულებით ანუ წეგან დაისვა ესეთი კითხვა რომ რითი უნდა ვებრძოლოთ თქვათ ამ საკადრო დეფიციტს და მსჯელობაში მივედით იქამდე რომ პროფესიულ განათლებას არ აქვს